პირველი როგორც მივხვდი, საჩემპიონო რო პირველი აცხადია, მაგრამ ასევე main event-იც პირველი, ხო? აი, აქამდე 3 რაუნდიანისთვის ემზადებოდი სულ და ეხლა 5 რაუნდიანი ბრძოლისთვის მომზადების პროცესი როგორ განსხვავდება? მეტი კარდიოვარჯიშები გვაქვს, იმიტომ რომ გამძლეობა დაგჭირდება. 3 რაუნდიანზე იყო მაგალითად ვაკეთებდით ვარჯიშებს ქვია დიდგორი. ჩვენ შევარქვით დიდგორი. რატო შევარქვით დიდგორი? ერთი არის ცენტრში, 3 არის გარეთ და დასვენებულები სულ შემოდიან, ახლები შემოდიან და მოკლედ ერთ ებრძოლება 3. ამიტომ შევარქვით დიდგორი. ამას ვაკეთებთ ხოლმე, არის 3 რაუნდიანებთან 3 რაუნდიან ბრძოლებს როცა ვატარებთ ხოლმე, იქნება 3-4 რაუნდი ესეთი დიდგორის ვარჯიშები. ეხლა ვართ 6 რაუნდზე ასულები და მოკლედ ესე ვწურავთ ამ გამძლეობას. ასევე ჩავხდეთ სირბილები ბევრი და მოკლედ კარდიოვარჯიშები ძალიან ბევრი მოგვიწია. ანუ ერთ რაუნდს უმატებთ, ხო ზედმეტია. ხო, ცოტა ხანახან მეცდს და მე მეჩხუბება. მე არ მომწონს, მაგრამ მწვრთნელი მაინც სხვანაირად ხედავს გარდა. რაც აღწერილი გაქვს, ახლა გამორიცხული ეგეთ რაღაცა, ეგეთი ვარჯიში ვინმეს მოსწონდეს. ხო. კომფორტის ზონიდან აუცილებელია გამოსვლა, მხოლოდ დისციპლინაც არ შორის ამ საქმეს. კი, შეიძლება დარბაზში მოდიოდე ყოველთვის დისციპლინირებული იყო, მაგრამ კომფორტის ზონიდან თუ არ გამოდიხარ დარბაზში, ჩათვალე აზრი